Საუბრობდა ეთერში და დღის სხვა სიახლეები რა გაკეთდა და რა კეთდება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. დათო ტყაშელაშვილი დღეს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მცხეთაში გუბერნატორსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელს პირებს შეხვდა. რაში დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი, ნახეთ თამუნა დოლობერეცის სიუჟეტში. მომწონს ჩემი სახლი და ჩემი პატარა ეზო. ლალი კაპანაძე 39 წელია, რაც მცხეთაში ცხოვრობს. ახლა მას მშობლიური ისტორიული ქალაქი განსაკუთრებით მოსწონს. იხსენებს, რომ მისი სახლი წლების წინ ავარიულ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამბობს, რომ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. მე ისეთი ძველი სახლი მქონდა, რომ რა ვიცი, მე ცხოვრება არ შეიძლებოდა. დაანგრიეს, ძალიან ლამაზი სახლი გამიკეთეს, ძალიან კმაყოფილი კი არა, არ ვიცი, უკმაყოფილესი ვარ თუ რა ვთქვა, აღარ ვიცი. ყველაფერი მომწონს, რაც გააკეთეს. მცხეთის ისტორიულ ნაწილში პირვანდელი სახე კიდევ 70 შენობას დაუბრუნდა. ახლა მცხეთა ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა. რამდენიმე დღეა რაც საქართველოში ჩამოვედი, დღეს მცხეთა მოვინახულე. აღფრთოვანებული ვარ ამ უძველესი ქალაქით ტაძრებითა და შენობებით. გეგმავ, რომ საქართველოში უკვე მეგობრებთან ერთად დავბრუნდე. იმისთვის, რომ მცხეთა კიდევ უფრო საინტერესო ქალაქად იქცეს, სარეაბილიტაციო პროექტები გრძელდება. გამგეობის ახალი შენობა, იუსტიციის სახლი და სამხარეო პოლიცია. თანამედროვე დიზაინის შენობები მცხეთის ცენტრში განთავსდება. Შეთვის გამოყოფილ ახლა იხარჯება მხოლოდ ადგილობრივი მშვიდობის გზებზე, იხარჯება სასმელწყლის სათავე-ნაგებობისა და შემართებელი მინების რეაბილიტაციაზე. აგრეთვე გვაქვს გამოყოფილი თანხები ადგილობრივი მშვიდობის მუნიციპალიტეტისა და გუბერნიის შენობაზე, რომელიც თავდება 1 ივნისისთვის. და ფიქრობ, რომ თუკიდანე ისეთი წამოიჭრება ზადას და ამას პროცესს გავაკეთებთ. რა გაკეთდა და რა კეთდება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. დათო ტყეშელაშვილი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან მოისმინა თუ როგორ მიმდინარეობს სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები. მხოლოდ დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონებში ჯამურად მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში, როგორც სახელმწიფო ისე კერძო ინვესტიციების ფარგლებში თანხა დაახლოებით 200 მილიონს აღწევს. ეს არის თანხა, რომლის ფარგლებში უამრავი სკოლა გარემონტდება, აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, ბევრ სოფელს მოუწესრიგება წყალმომარაგება, საგაკეთდება, მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურების შენობა. თქვენ იცით რა პროცესები არის მცხეთაში და რამდენად მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს აქ. უამრავი პროექტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ერთის მხრივ დასაქმებას ჩვენი მოსახლეობისა, მეორეს მხრივ ჩვენი ხალხისთვის უკეთესი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას. სამუშაოების დიდი ნაწილი მცხეთა-მთიანეთში წლის ბოლომდე დასრულდება. მიმდინარე პროექტების მონიტორინგი დღეიდან სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.